მოგესალმებით, თქვენ უყურებთ Talk to Regions სოლიდარობამზე ამაღლობელს და ყველა სინდისის პატიმარს. შესაძლებელი იქნება თუ არა ახალციხეში ისტორიულ რაბათში სასაფლაომდე მისასვლელი ხიდის გავლა, რომლის რეაბილიტაციაც 2023 წელს დაიწყო და სხვადასხვა მიზეზების გამო ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ახალციხის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა მარტის თვეში საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, რომ ხიდი ისეთ მდგომარეობაში იქნება, რომ წინასააღდგომოდ მასზე გადასვლა შესაძლებელი იქნება. ჩვენი გადამღები ჯგუფი დღეს ადგილზე იმყოფებოდა, ხიდი ასეთ მდგომარეობაშია. როდის დასრულდება სრულად ხიდის მოწყობა? ახალციხის მერისა და სხვადასხვა დროს ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების შემწირველის კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების თავდაპირველ ვერსიით სამუშაოები 2 აპრილს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ხელშეკრულებაში შეტანილი არაერთი ცვლილების გამო სამუშაოების დასრულებამ 30 მაისამდე გადაიწია. 21 აპრილს ახალციხეში და მიმდებარე სოფლებში მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმოძრავებს ინფორმაციას ახალციხის მერია ავრცელებს. ამავე წყაროს ცნობით აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 21 აპრილს 9 საათიდან 15 საათამდე ტრანსპორტი მხოლოდ ეკრანზე მითითებული მიმართულებით იმოძრავებენ. ახალციხეში ავტობუსების გაჩერებაზე სატესტო რეჟიმში ტაბლოები ჩაერთო. ტაბლოების მოწყობის დაპირება 2024 წლის თებერვლის თვეში გაიცა. ტაბლოებისთვის ინფრასტრუქტურის მოწყობა გასული წლის 30 ოქტომბერს დაიწყეს, ხოლო ტაბლოების ამუშავებას თითქმის 6 თვე დასჭირდა. ეს იყო ჩვენს ხელთარსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს Facebook და web გვერდს. გმადლობთ, რომ გვიყურებთ. ბედნიერ უქმეებს გისურვებთ.